ერისკაცის მორჩილება მოძღვრისადმი როგორი უნდა იყოს? მე ესეთ რამეს არ ვიცნობ. ერისკაცის მორჩილება მოძღვრისადმი. მე ვიცნობ განდეგილი ბერების მორჩილებას მოძღვრისადმი. რაც შეეხება ერისკაცის მორჩილებას მოძღვრისადმი მხოლოდ ერთი ნიუანსი რაც ეგან გითხარით. რომ როგორ დავინახო საკუთარი თავი და როგორ ვეძებო იქ ღმერთი. აი მორჩილება ამ საკითხში. ისიც იმ შემთხვევაში თუ გამოვცადე და მივხვდი რომ ეს მღვდელი ღმერთს სწორედ ამგვარად ეძებს საკუთარ თავში ჩაღმავებით და იქ ღმერთის ძიებით და გარკვეული გამოცდილება დააგროვა. აი მას ვემორჩილები ამ საკითხში. სხვა მორჩილება ერში არ არსებობს. იქ მე რასამსახური დავიწყო, ცოლად ვინ მოვიყვანო, მონასტერი თუ ოჯახი და ასე ვის მივცე ხმა და ეგ მე შეიძლება როგორ არა, მაგრამ აი კურთხევები ცხოვრება არა. აი იმ საკითხში კი მთელი უბედურება ჩვენი თანამედროვე ერისკაცებისა სწორედ იმაშია, რომ ეძებენ რაღაცა მორჩილების გაკვეთილებს აი ამ ზედაპირულ საკითხებში და იმ თავარში საკუთარი თავი როგორ შევიცნო და იქ ღმერთი როგორ დავინახო და როგორ ვეძებო, აი ეს თავარი საკითხი ყურადღების მიღმა რჩება. ჩემთვისაც არც მოძღვართან არ მაქვს შესაბამისი ურთიერთობა და შენი ქრისტიანობისაგან არაფერი აღარ არჩება. მე ადამიანი კითხვას ვაქვს, კი, მაგრამ მე გადავწყვიტე ესე იყოს, მაგრამ ეხლა რო ვერ ვნახო ესეთი გამოცდილი მოძღვარი, წმინდანები, წაგა ვახსენა, იგივე წმინდა, იმ უამრავი წმინდანი არსებობს, მაგრამ მე გითხრათ კონსპექტი. წმინდა გრატა ბრიანჩაინოვი, რომელიც იმედია მალე ქართულადაც იქნება. კონსპექტია. ეძებოთ და აი ამ ძიებაში წიგნიდან რთულია რა თქმა უნდა, ასეთ გამოცდილი ადამიანი რო გასწავლის, მაგრამ ძნელია, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს გონება, გვაქვს გული და ჩვენთან ერთად არის ყოველთვის ღმერთი. და სიმდაბლით, გამოძიებით და ასე შემდეგ და რჩევების მიღებით. შეიძლება რჩევა კითხო გამოცდილ ერისკაცსაც კი, რომელიც შენზე ერთი ნაბიჯით წინ არის თუნდაც ამ საკითხში. გესმით, არასოდეს არ დატოვებს ღმერთი ადამიანს, რომელსაც უნდა ამ თავარის გაგება.